ჩვენ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს გლობალურად, ანუ უფრო ფართო ხედში, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ქართული ოცნების მხრიდან ვხედავთ ავტორიტარიზმის დამყარებას, იმიტომ რომ მიტაცებული ძალაუფლების პირობებში ავტორიტარიზმი თუ არ ექნება ქვეყანაში დამყარებული, ამ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, ხომ და რა უშლის ხელს ახლა ამ ძალაუფლების შენარჩუნებას? ეს არის თავისუფალი ხმა, კრიტიკული მედია, ანუ ეს არის ხალხი, რომელიც აპროტესტებს ამ ყველაფერს და არ აძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე მიისაკუთროს ეს ძალაუფლება და დაიკანონოს, ასე ვთქვათ, და რაც ხელს უშლის მერე უკვე ანგარიშვალდებულებას, ხო? და დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არის ეგრეთ წოდებული watchdog-ის ასე ვთქვათ, ფუნქციებს ასრულებს, რომ გააკონტროლოს, რომ ასე ვთქვათ, ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ხალხთან და შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები. ჩვენ ახლა ვხედავთ პროცესს, როდესაც უკვე დიდი ხანია, ოღონდ როდესაც ყველანაირად ებრძვის ქართული ოცნება, როგორც თავისუფალ მედიას, ასევე თავისუფალ მოქალაქეებს და ასევე სამოქალაქო სექტორს. ამას მოწმობს ის თუნდაც რუსული კანონი და მისი მიზანი იყო სწორედ სამოქალაქო სექტორის გაჩერება, სამოქალაქო სექტორის გაჩერებით კონტროლი იკარგება უკვე, ამას მოყვა ის, რომ მედიაზე წამოვიდა ზეწოლა და ხალხზე, რა თქმა უნდა, რეპრესიული მანქანის ამუშავება და რეალურად თან რაც მთავარია რუსული პროპაგანდის ნარატივების გავრცელება, იმიტომ რომ ხალხში, საზოგადოებაში არ გაჩნდეს ემპათია და არ გაჩნდეს სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც რამეს აპროტესტებს, ხომ? სინამდვილეში რო შევხედოთ, რას აპროტესტებენ ეს ადამიანები და რას აშუქებთ თქვენ? აპროტესტებენ იმას, რომ ქართულ ოცნებაში ფულებს იპარავენ, ფულებს პარავენ ბავშვებს. ბაღებიდან და სოციალურად დაუცველი ათასობით ბავშვი, 10,000-ობით ბავშვი გახდა ახალი ქართული ოცნების პირობებში, ხო? ბაღებს და სკოლებს ანგრევენ და აღარ აშენებენ არასოდეს, იმიტომ რომ ამ ტენდერებიდან რეალურად ფულებს იპარავენ. არის ეს დანაშაულებრივი სინდიკატი, ხომ? როდესაც სახელისუფლებო ინსტიტუციები და წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები ქვეყნის განვითარებაზე კი არ არიან ორიენტირებული, არამედ საკუთარ გამდიდრებაზე და ჩვენ დავინახეთ ოქროს ზოდები და რანაირი ოქროს ნივთები იყო ამოღებული, ქეშად ფულები და ასე შემდგომ, ხო? ანუ ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური პარტიები, ასევე უფლებადამცველები და აშუქებდით თქვენ მედია, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მისულიყო ეს ყველაფერი, აღმოჩნდა, რომ არის ნამდვილი. და ეს რომ ნამდვილია, თვითონ ქართული ოცნების პროკურატურამ დაადასტურა შევაჯერა. პარადოქსულიც ეს არის, რომ მაგალითად 13 წლის შემდეგ ხელისუფლებამ თავად აღიაროს, რომ მკვლელობებს მთავარი პროკურორი გეგმავდა, მინისტრი ფულს იპარავდა, მეორე მინისტრს კოლცენტრები ჰქონდა, კიდევ რაღაცა და ანუ აღიაროს, რომ 13 წლის განმავლობაში ვიზეც გეუბნებოდით, რომ აი ჩვენ ვართ კრისტალურად სუფთები, არ ყოფილვართ სუფთები, აგერ მკვლელი გვყავს, ქურდი გვყავს და ასე შემდეგ, თაღლითი გვყავს და ამ 13 წლის შემდეგ ისევ ძალიან მყარად ამბობდნენ, რომ კი მე ვარ ყველაზე საუკეთესო. რა ძალიან პარადოქსული არის. კი, და სწორედ ამის დაჯერებას ახდენენ რუსული პროპაგანდის წარმოებისთვის სანქცირებული საკუთარი მედია საშუალებების, როგორიც არის იმედი და პოსტივი და სანქცირებული მედია საშუალებების მიერ და კანონებით ცდილობენ თქვენს მოგუდვას, თავისუფალი მედიის მოგუდვას, რომელიც უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანს იმ შიშველ სიმართლეს, რომელიც რეალურად არსებობს ამ ქვეყანაში, ხო? ის რომ პროკურორი გარეულია შეკვეთი მკვლელობებში, მთავარი პროკურორი, ის რომ მინისტრებმა ფული მოიპარეს, ის რომ სუსის თანამშრომლები ბიზნესმენს, თურქ ბიზნესმენს რო შეუძლია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი 1 მილიონად იყიდოს, რუსეთს როგორ შეუძლია მისი მოგრთამვა, ხო? და მისგან ძალიან სტრატეგიული ინფორმაციის მიღება. ყველაფერ ამას ჩვენ რო ვიცოდით და რო ვაპროტესტებდით ქუჩაში, ამის გამო მიიღეს კანონები, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს, ქალებს, ახალგაზრდა გოგონებს, სტუდენტებს ქუჩაში აკავებენ, ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ და თან ეს უნდათ ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს ტროტუარზე დგომის გამო არავის არ აკავებენ, ხომ? ეს ყველაფერი, ეს რეპრესიული მანქანა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანების პროტესტის უნარი გაუქროს და რეპრესიებით ჩააქროს ეს პროტესტი და გაგაჩუმოთ თავისუფალი მედია, რომელიც ამ სიმართლეს, ანუ ბჟუტავს კიდევ, ხო? და ადამიანებამდე, რაც შეიძლება საზოგადოების დიდ ნაწილამდე ცდილობს რეალობის მიტანას. ეს არის ასახული სხვათა შორის სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშიც, ხო? სადაც საუბარია ამ რეპრესიებზე, საუბარია რა მეთოდებით გებრძვიან თავისუფალ
მედიას საუბარია ადამიანების თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ თვითონ სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელიც არც ერთი არ არის გამოძიებული და ანგარიში პირდაპირ არის მითითებული ის ორი შემთხვევაც კი, როდესაც პოლიციელს სახე უჩანდა, იმ შემთხვევაშიც კი არ არის შედეგი დამდგარი და ეს ყველაფერი ერთიან სურათში რა არის, რომ ავტოკრატია მართლა ტანკებით კი არ მოდის, ავტოკრატია მოდის კანონებით და ნახეთ ცინიზმი რაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიულ მეთოდებს, ანუ ეგრეთ წოდებული კანონით, გვიპირისპირებენ იმ ადამიანებს, იმ თავისუფალ მედიას, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც რეალურად დემოკრატიისთვის ვიბრძვით, ხო? ეს არის აი იურიდიული შედარება, რომ გავაკეთო, ძალიან ხშირია, როდესაც ადამიანებს უკანონოდ სამსახურიდან ანთავისუფლებენ და ამ უკანონო გათავისუფლებას ფუთავენ იურიდიული ინსტრუმენტებით. აი ამას გვიკეთებენ ახლა გლობალურად და არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. და ერთი პატარა სტატისტიკა მინდა მოვიყვანო, რომელიც მათ შორის მყარდება სახალხო დამცველის ანგარიშით, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვისმენთ, რომ თურმე 50 მაქსიმუმ 100 ადამიანი არის, ვინც აპროტესტებს იმ ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება და მხოლოდ ამ ანგარიშით, სახალხო დამცველის ამ წლის ანგარიშით გამოვლინდა, რომ მხოლოდ 2025 წელს 8200-ზე მეტი ადმინისტრაციული საქმე, სამართალდარღვევის საქმე არის დაწყებული. ამას ჩვენ თუ დავამატებთ იმ სტატისტიკას, რომელიც უკვე 2026-ში გროვდება, ხო? ამას თუ დავამატებთ იმ ასეულობით ადამიანს, რომელიც დარბევების შემდგომ ჯანმრთელობა აქვს მორყეული და სავარაუდო მოწამვლის საკითხზე მსჯელობს. ამას თუ დავამატებთ ასეულობით ნაცემ ადამიანს, რომლის არც ერთი საქმე არ გამოძიებულა. ამას თუ დავამატებთ რამდენიმე ასეულ ქალს, რომელიც ათრიეს ქუჩაში და დაიჭირეს. ასეთი რამე ისტორიას არ ახსოვს, დაიჭირეს ტროტუარზე დგომის გამო, აზრის გამო, ხატვის გამო, აღმოჩნდება, რომ 10,000-ზე მეტი რეპრესირებული, ოფიციალურად დადასტურებული ადამიანი ყავს ამ ქვეყანას, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ეს 10,000 არ არის ძალიან ასე ვთქვათ, მარტივი ციფრი, ხო? საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ამის მიუხედავად ადამიანები ქუჩაში დგანან და აპროტესტებენ და იცავენ, ამ ქვეყანას იცავენ რეალურად, საკუთარი ქვეყნის მომავალს იცავენ და საკუთარი ქვეყნის ან შვილების მომავალს და იმ ადამიანების მომავალს, რომლებიც თვითონ ამ წუთას საკუთარი დუმილით ამაგრებენ ოცნებას, ხო? და არ შეაქვთ თავიანთი წვლილი, რომ ჩამოიშალოს ეს ბნელი ძალა, რომელსაც რეალურად მოაქვს ამ ქვეყანაში განუვითარებლობა, ნგრევა, დემოკრატიული წყობილების ჩამოშლა და ცივილიზაციასთან გვაშორებს სრულად, იმიტომ რომ ოცნება და ცივილიზაცია ერთად არის შეუძლებელი, ხო? და ცივილიზაციის და განვითარების გარეშე ისევ მოპარავენ ჩვენ შვილებს, ბაღებს ისევ მოპარავენ, სოციალურად დაუცველების რაოდენობა გაიზრდება და მათ ხარჯზე კიდევ ვიღაცა გამდიდრდება, იმიტომ რომ იმ საჭმელსაც მოპარავენ, რომელიც უფასო სასადილოებშია. ზია ამაღლობელის ზოგადად დაკავება და შემდგომ ყველაფერი ის, რაც ზია ამაღლობელთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ეს არის ძალიან შიშვლად წარმოდგენილი ქართული ოცნების სახე, როგორ ექცევა ის საკუთარ საზოგადოებას, როგორ ექცევა მედიას და როგორ ექცევა ზოგადად დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ამ ქვეყანაში. ზია ამაღლობელის ციხეში გამოკეტვა არის მათი დიდი შავი ლაქა, რომელიც თავად ვიაწუხებთ, თუმცა ამ წუთას, ამ მდგომარეობით, როდესაც ოცნებას თვითონვე აქვს საკმაოდ დიდი პრობლემები, მიაჩნია, რომ ნებისმიერი ერთი ნაბიჯი უკან გადადგმული იქნება მისი დაშლის დასაწყისი და ეს არის რის გამოც რეალურად ის აგრძელებს იმ რეპრესიებს, რომელიც შეიძლება თვითონაც არსებობს. და თქვენ თავადაც თქვი და რაღაცა აკანონებს საკუთარ უკანონობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ.